გახდა 25 ოქტომბერი და დღეს აგვაქვს კოლაგენის პრეზენტაცია ჩვენ ულამაზეს ოფისში. ხალხი იკრიბება ნელილა. ქსოვილებისაგან წარმოიშვება ორგანოები. მაგალითად, ღვარსებობს კუნთოვანი ორგანო, ხოსა, ქსოვილი, ხო? გული არის, უჯრედის სურვილები იგივე რაც თევზს უნდა აკვაროში. არაფერი სხვა არ ჭირდება, ხო? ნახეთ, თქვენ სიზარღვებით სისხლით მოეწოდება, თქვენი უჯრედები ცურავენ ისე რომ იცოდეთ რა, უჯრედ შორის სითხეში. სათუ წყალი ხართ, იცოდეთ 70% წყალი ხართ. და ანუ არის უჯრედში და სითხე, არის უჯრედ შორისი სითხე, აი სადაც ცურავენ როგორც თევზები აკვარიუმში. ზუსტად იგივე ჭირდებათ. სისხლით მოდის აქ წყალიც, საკვებიც უჯრედ შორის სითხეში. ჟანგბადიც, ყველაფერი მოდის სისხლით, ხო? შემოვიდა, ანუ სასადილოც არის უჯრედ შორის სითხემისთვის და ტუალეტით, სადაც სამი სამშენებლი უნდა გამოყოს. აი, ვიმეორე, ზუსტად იგივეა რა თევზს აკვარიუმში რა უნდა. ეხლა მოდით ამახსენეთ თევზს აკვარიუმში რა უნდა მინდა მითხარით პირველი. საკვები. წყალი. აი, ჟანგბადი. წყალი. წყალი. ხო, წყალი. წყალი. თევზის მზგარში არ ხდება წყალი. წყალი ვარ 70%. მეორე რა უნდა ეს სივრცე ხანდახან თუ არ გაუწმიდეთ. და ხარ რა დაემართებათ ამ თევზებს. არა, ჟანგბადი უნდა მე გეთახავთ ჟანგბადი. მაგრამ მე ხო ჭირდება პერიოდულად, მაინც წმენდა. ხო ასია? წმენდა უნდა, იმიტომ რომ აქ გრუნდება კაცო ისინი სიპისაი, კაკაი, გენასვალი, საჭმელი და ყაყდა რა, უჯანდაბა რაც არის, ხო? წმენდა, ზუსტად ჩვენ სამაგულტურად და მეოთხე კვება ჭამა რა, ჩვენებები ნუ დაცვა. ეხლა უყურე რაშია საქმე. უჯრედ შორის სითხეში გითხარით სასადილოც არის და ტუალეტიც, ეხლა მე თევზებს ამოსხავ აქედან, გავრეცხავ და ახალ ჩავას ვერსი ჩვენ არ გამოგვადგება, ხო? უნდა მიუშვათ ცოცხალი წყალი, მე ნათიერ გაჩვენებთ ეგ რა ბედნიერებაც არის და პარალელურ რეჟიმში გადმოისხმება ჭუჭყიანი წყალი, ხო? და დგება მომენტი, როცა თქვენ ორგანიზმში არის სუფთა წყალი. ამას ისე კარგად იცნობთ. კანი უკეთესი გადაწყვეტილდება. თვალებიდან უკეთესად იყურები თითქოს, უკეთესი ნერვები გაქვს, უკეთესი ძილი გაქვს, ყველაფერი უკეთესი, იმიტომ სუფთა ხარ. თუ შენ შეტაკებს 80% წყალში ხდადა, შესაძლოა ზუსტად შენ ხარისხიან წყალს სათანადო რაოდენობით სვა, ეს იწმინდება და ძალიან სასიამოვნო განცდა, ხო? ანუ ვიდეო წყალი მინდა, იმიტომ რომ 70% წყალი ვარ, ჩემი შეტაკების 80% წყალში, ნუ წყალთან ერთად არის არა. ეხლა იცით რა არის ჯანმრთელობის კონცეფციის ფართო ვერსია გვექნება იქეთ შაბათ სინამდვილეში. აი, ახლა დაიწყო დაფენები. ქრისტი მოგაწვა. სპაპრო. მაგრამ წყალი მისად მოჭედება. რა არის ჩაუგებოდი. რაღაცების მე ვფიქრობ, აი ზეთიც კი მაწუხებ და ის აი, ეს არის წყალის ტესტი. ეს არის პლუს დამუხტვა. როდესაც ნორმა არის პლუს 50. აქ არის ესე უნკანის წყალი, ხო? დიახ. უნკანის წყალი. არ ჩანს ხოლმე. ხო, აი იმიტომ ახლო ვიდეოს მეტი არის. სხვაობას ჩავაგდებთ. ესე იგი, ახლა ჩავაგდებთ მარჯნის საშეტი წყალში. იგივე წყალში. კი, უბრალოდ, როდესაც მეტალით შევეხებით, ყველანაირ მინერალს დაკარგავს მეგობრებო და ამიტომ არ შეიძლება მეტალის ჭურჭელში ამის ჩაგდება და პლასმასში არ არის სასურველი, მაგრამ თუ გამოსავალი არ გაქვთ და ან სამსახურში მიდიხართ, ან სავარჯიშოთ მიდიხართ შუშის ბოთლით, შეიძლება ყოველთვის ვერ იაროთ, ამიტომ ამ შემთხვევაში ვივლით პლასმასის ბოთლით, თორე ჩვენ ისეთი ბოთლები გვაქვს, რომ უბრალოდ დაახლოებით 1 წუთი უნდა დავალოდოთ ამას და მერე უნდა ვნახოთ, დაიკლებს თუ არა. ჩავდოთ ბარემდე დაიწყებს. აი უბრალოდ ამას გავასუფთავებ და როგორ წამოვა უკან უკვე. არ უნდა და გათიშვა პირიქით მაგის წამოიყვან და უკან. 1 წამით დავალოდოთ. პრინციპში დალუდება არც ჭირდება. მარიამ, გეხვეწები დაგვეხმარე.
მინუსი აქვს წინ. 125, 120. მინუსი. არც დაგჭირდა არანაირი ლოდინი. აი ნახეთ. აი ეს არის ცოცხალი წყალი. ანუ 500-მდე ხო იყო პლუსით. ტარი იყო აბსოლუტურად. აი ესე წყალი არის, რომელიც არის ჩვენ ორგანიზმში ბუნებრივად და ეს წყალია სასარგებლო და ამას ქვია ცოცხალი წყალი. არ არღვევს, ეს არ შეგვიძლია, იმიტომ რომ არ გვაქვს ამისი უნარი. ჰაერი შევისურვებთ და დავჟანგდით, დავბინძურდით. აი ნახე, ყველაზე ცოტაში ჩავდე, ნახე, ძალიან ცოტა ჩავასხე წყალი, უყურე 150, 157, 163. პლუს მუხტი. ეხლა რას ვაკეთებ? ოდნავ ეს თვალნათლივ რო იყოს თქვენთვის ეს ოდნავ დავაბინძუროთ ორგანიზმი, რომ აი მთელი დღის განმავლობაში რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, ხო? თავი ბევრი არ მომივიდეს, იმიტომ რომ ეს H5-ზე ჩავატარებთ და მარიან. ესე იგი ფაქტიურად რომ ხელიდანაც თეთრი გადასაფარებლიდანაც და ყველაფრიდან ამოყავს, აი როგორ შედის იცი რეაქციაში, ხელზე რომ ზილონკას დაისხავ, გამოგიგზავნე მაგვიდელში. ესე იგი ესე მესხა ხელზე ზილონკა და დავიყარე ეს H5-ზე და უბრალოდ შევიზიდე ხელში. ოდნავ რამოდენიმე წვეთი წყლი. აი იცი რა სუშვება, იცი მაგის გამოყვანა ის მარტივი არ არის ხო? ესე იგი ეს არის ჩვენი დაბინძურებული ორგანიზმი და ეხლა მე შევეცდები რომ დავამატო ამაში მარჯნიანი წყალი და ნახოთ როგორ გვასუფთავებს ეს. უბრალოდ უნდა დაველოდოთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში, იმიტომ რომ სრული რეაქცია მოხდეს, მაგრამ ანუ რეალურად ამის საჭიროება. აი, გაქვს მეტი. ხო, ანუ ეს ცოდვა. ხო, ცოდვა. აი ნახეთ, ანუ თელ დღის განმავლობაში თუნდაც ვერ მოახერხოთ რაღაცა სამსახურის და დატვირთვის გამო სწორი რეჟიმი და სწორი წყლის დალევა, საღამოს რომ მიხვიდეთ სახლში, თუნდაც ერთი ჭიქა წყალი, ანუ ასეთ თქვენს ორგანიზმს. ეს არის ჯანმრთელი წყალი, ეს არის ცოცხალი წყალი, რომელიც გვაქვს ჩვენ ორგანიზმში მინუს მოხდით. თუ რამე არ დაგვიმატეთ, მაიკო 33 მინუს 25. ისე სახაზე მიხვდებით, რომ თითქოს შეშრა. როცა მიხვდებით, რომ თითქოს შეშრა, შეგვიძლია რომ მე მაგათ 5 წუთში ნაკაცალოთ მაქსიმუმ. თქვენ როგორ გრძნობთ? აი შრება თითქოს. ჩვენ უკვე ნახეთ პლუსი და მინუსი, pH მაჩვენებელი რომ უნდა იყოს. ანუ ყველა ბოთლს უნდა ეწეროს სამწუხაროდ მარტო სნოსაწერია და აი იმ საოცარ ბოთლში რომ მოიტანე იმას. ხო, მაგრამ არც არ აწერია pH მაჩვენებელი. რაც იყიდება მაგას. 7.9 მაინც უნდა ეწეროს. ანუ 7 ზემოთ უნდა იყოს კარგი წყალი, რომელიც შედის და პლუს ყველაზე საინტერესო რა უნდა ქონდეს წყალს, ეს არის მეხსიერება. წყალი არის ყველაზე ჭორიტანა სუბსტანცია დედამიწაზე, ყველაზე საყვარელი, ყველაზე მეტად რომ იმახსოვრებს ინფორმაციას და ინფორმაციულად გადასცემს ყველაფერს და ნახეთ როგორ არის. ეს არის ადამიანი მასალური მოტო, რომელმაც 15 წლის უკან დაიწყო კვლევა წყალზე. წყალი იმდენად მსუბუქი და არავინ არ აქცევდა აქამდე. მეცნიერები მას სულ იკვლევენ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ გაიგეს თვიულია ფაქტობრივად წყალი არის პირველი რაც წყალი რომელსაც ადამიანი აიღებს ჭიქას და ვერ ვიტანამ წყალს და ძალის ხავს ის ვერაფერს ვერ მიიღებს. ადამიანმა წყალი უნდა დაიოს მაქსიმალურად მადლიერებით, ესე ნელ-ნელა კლუპებით და სიამოვნებით. ზალპით წყლის დალევა არ შეიძლება. და რას იმახსოვრებს, ახლა ნახეთ წყალს აქ ყველაზე გრძნობიარეა ამ სამყაროში და ყველა მასზე ზემოქმედება, რა ზემოქმედებასაც მოახდენს, უბრალოდ დაკაკუნება, ხმაური, ცუდი მუსიკა. რატომ ამბობენ, რომ ნაკურთხი წყალი არის სამკურნალო, ის ინფორმაციულად დამუხტულია დადებითად და ადამიანები მას იყენებენ ოდითგანვე სამკურნალოდ, ნაკურთხი წყალი. ეხლა ნახეთ წყალი, რომელიც იქ სადღაც დაიკლორა, რაღაცა მინარევები გაუკეთეს, წამოვიდა მილები, პლასტმასის საზიზღარი, არქაული დროინდელი მილებში მოდის დღეს ქალაქში და ყველა ტიხარი, სადაც ხო მოუხვია, იქ ქუჩის ქვემოთ, სადაც მანქანები დადიან, იქ ვიღაცა იგინება, ბოდიში, იქ ვიღაცა იფურთხება, იქ ვიღაცა იწევლება. რა უნდა